დაითესეთ სტაფილო. უკვე 2 კვირა გავიდა. თქვენ კი კვლაზე ისევ შიშველი მიწა გვხვდებათ. არც ერთი მწვანე ღერი, არც ერთი პატარა ნერგი. მხოლოდ გასწორებული მიწა. თითქოს იქ საერთოდ არაფერი დაგითესიათ. აით გახართ დილით კლასთან, უყურებთ და თავში 1000 კითხვა მოდის. თესლი ხომ არ იყო ძველი? ძალიან ღრმად ხომ არ ჩავყარე? ზედაპირულად ხომ არ დავთესე? წყალი ხომ არ დააკლდა? ან პირიქით, ზედმეტი ხომ არ მომივიდა? იქნებ ჩიტებმა აკენკეს? იქნებ ჭიანჭველებმა წაიღეს? ან იქნებ სტაფილო საერთოდ არ არის ჩემი საქმე? ნაცნობი სიტუაცია. ყველაზე საწყენი ის არის, რომ ასეთ დროს ბევრი მებაღე ყველაზე დიდ შეცდომას უშვებს. იღებს თოხს, აფხვიერებს კლას, თავიდან თესავს, ზოგჯერ მიწასაც გადაბრუნებს. მერე ყოველ დღე ის ერწყავს, თითქოს ცეცხლს აკრობს. ბოლოს კი ის ცოტაც ფუჭდება, რაც შეიძლებოდა ამოსულიყო. სინამდვილეში სტაფილო ხშირად იმიტომ კი არ არამოდის, რომ თესლი ცუდია, არც იმიტომ, რომ თქვენ რაღაცას არასწორად აკეთებთ. მიზეზი ბევრად მარტივია. თესლს არ ყოფნის თანაბარი ტენი მიწის ზედაფენაში. დღეს ერთ ძალიან მარტივ ხერხზე გიამბობთ, რომელიც წლების წინ ერთმა გამოცდილმა მებაღემ მასწავლა. ხერხი ისეთი უბრალოა, შეიძლება თავიდან სერიოზულად არც მიიღოთ. ჩვეულებრივი სველი გაზეთი სტაფილოს გვაზე. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ერთხელ სწორედ ამ გაზეთმა გადამერჩინა სტაფილო. ოღონდ თავიდან ვთქვათ, გაზეთი ჯადოსნური საშუალება არ არის. ის ცუდ თესლს კარგ თესლად ვერ აქცევს და მომზადებელ მიწასაც ვერ გამოასწორებს. მისი საქმე სხვა რამეა. ის ინარჩუნებს ტენს იქ, სადაც სტაფილოს ყველაზე მეტად სჭირდება, მიწის ზედა 1 სანტიმეტრში. მოდი ყველაფერი თავიდან დავითხოვთ. რამდენიმე წელი სტაფილოსთან ერთი და იგივე ამბავი მქონდა. გაზაფხულზე ყველაფერი კარგად იწყებოდა. მიწა გათბებოდა, კვლავ ლამაზი და ფხვიერი იყო. განწყობაც კარგი მქონდა. ვაკეთებდი პატარა ღარებს, ვთესავდი თესლს, ვაყრიდი მიწას, ვწყავდი და ვფიქრობდი, წელს უკვე ნამდვილად კარგი მოსავალი მექნება. გადის 1 კვირა და არაფერი. გადის 10 დღე და ისევ არაფერი. გადის 2 კვირა და კვლავ ისევ ცარიელია. ყოველ დილით ერთი და იგივე რიტუალი იწყება. მიდიხარ, იხრები, მიწას აკვირდები. სადღაც თითქოს რაღაც მწვანეა, მაგრამ ბოლოს სარეველა აღმოჩნდება. სადღაც მიწა ოდნავ დაბზარულია და ფიქრობ, აი ეხლა ამოვა. მაგრამ არა, ისევ არაფერი. მეზობლებს კი ამ დროს ბოლო კი უკვე ფოთოლს იკეთებს, კამა მწვანედ დგას, ოხრახუში წიღვიძებს. შენი სტაფილოს კლა კი ისე გამოიყურება, თითქოს უბრალოდ მიწა გაასწორე და თავი მოაჩვენე, ვითომ დათესე უნდა თესე. მერე იწყება ფიქრი. იქნებ თესლი ვადაგასული იყო, იქნებ ჯიში არ ვარგოდა, იქნებ მიწა მძიმეა, იქნებ ღრმად დავთესე, იქნებ პირიქით ზედაპირზე დამრჩა, იქნებ წინასწარ უნდა დამელბო, იქნებ სასუქი აგლია. რამდენიმე დღეში მოთმინება მთავრდება. გინდა ყველაფერი გადათხარო და თავიდან დაიწყო. მეც ასე ვაკეთებდი, თავიდან მთესავდი. მერე ისე ველოდებოდი. ბოლოს სტაფილო ამოდიოდა აქა-იქ. ერთ ადგილას ძალიან ხშირი, მეორე ადგილას საერთოდ არაფერი. შუაში ცარიელი ლაქები. შემოდგომაზე კი სტაფილოს ნაცვლად ვიღებდი თხელ მოკლე დახრილ ფესვებს. სადღაც გაყოფილი იყო, სადღაც მხოლოდ ფოთოლი ჰქონდა. საჭმელში რა თქმა უნდა გამოდგება, სუპში ჩაკრი და წავა. მაგრამ ზამთრისთვის შესანახი სწორი, ლამაზი, მსხვილი სტაფილო არ გამოდიოდა. ვცვლიდი ჯიშებს, ვყიდულობდი ძვირ თესლს, ცდიდი გრანულირებულსაც. ვცვლიდი ადგილს, სხვადასხვა სასუქსაც ვხმარობდი. მაგრამ პრობლემა მეორდებოდა. სტაფილო გვიან ამოდიოდა, არათანაბრად იზრდებოდა და მერე სუსტად ვითარდებოდა. ერთხელ მაისის ბოლოს ისევ ვიდექი ცარიელ კლასთან. სტაფილო დიდი ხნის დათესილი იყო, მაგრამ ნერგები თითქმის არ ჩანდა. შევჩივლე მეზობელს, გამოცდილ მებაღეს. ასეთი ხალხი ხომ იცით, მთელი ცხოვრება მიწასთან აქვს გატარებული. ეზოში ყველაფერი მოწესრიგებული, პომიდორი ძლიერი, კიტრი უხვად, ხახვი სწორად. სტაფილო კი ერთი მეორეს გავს. მოვიდა დახედა ჩემს კლას, არაფერი თქვა და თავის ეზოში დაბრუნდა. ვიფიქრე მორჩა, მანაც მიხვდა, რომ ჩემი საქმე უიმედოა. რამდენიმე წუთში დაბრუნდა. ხელში ძველი გაზეთები ეჭირა და ვედროთი წყალი მოქონდა. გაზეთები პირდაპირ კლაზე დააფინა, ზემოდან კარგად დაასველა, კიდეები ფიცრებით დაამაგრა და მითხრა. ახლა არ შეეხო, ხოლო იმას მიხედე, რომ გაზეთი არ გაშრეს. რამდენიმე დღეში ფრთხილად ახედე. სიმართლე გითხრათ, უცნაურად გამოიყურებოდა. გაზეთი კლაზე ძალიან მეცნიერულ მეთოდს არგავდა, მაგრამ დასაკარგი აღარაფერი მქონდა. დავიწყე პირდაპირ გაზეთზე მორწვა, რომ მუდმივად სველი დარჩენილიყო. რამდენიმე დღის შემდეგ ფრთხილად ავწიე ერთი კუთხე და ქვეშ პატარა თეთრი ძაფებივით ამოსული ნერგები დავინახე. 1 და 2 კი არა, ბევრი. თან ზუსტად მწკრივებად. ისინი ფერმკთალები იყვნენ, რადგან სინათლე არ ხვდებოდათ, მაგრამ ცოცხლები იყვნენ.
გაზეთი საღამოს მოხსენი, კვლავ სუბუქად მორთხე და 2 დღეში ეს თეთრი ძაფები გამწვანდა. სტაფილო თანაბრად წავიდა. მაშინ მივხვდი, რომ პრობლემა თესლში კი არა, ტენში იყო. ახლა ვნახოთ, რატომ მუშაობს ეს ჩხერხი. სტაფილო დასაწყისში სწრაფი კულტურა არ არის. მას წვრილი თესლი აქვს, გარსი საკმაოდ მკვრივია, შიგნით კი ეთერზეთებიც აქვს. აქვს, ეს ეთერზეთები თესლს იცავს, მაგრამ გაღვივებასაც ანელებს. ამიტომ სტაფილო 3 ან 4 დღეში ამოსვლას არ გვირდებათ. თუ მიწა თბილია და ტენიანი, პირველი ნერგები ხშირად 10-დან 14 დღეში ჩანს. თუ ღამეები გრილია, მიწა შრება ან თესლი ძველია, ლოდინი 3 კვირამდე შეიძლება გაიწელოს. სწორედ აქ იწყება მთავარი სირთულე. სტაფილო ღრმად არ ითესება. ჩვეულებრივ თესლი და დაახლოებით 1 სანტიმეტრზე უნდა მოხდეს. მსუბუქ ქვიშნარ მიწაში შეიძლება ოდნავ ღრმად, მძიმე მიწაში კი უფრო ზედაპირულად. ანუ თესლი თითქმის მიწის ზედაფენაში წევს. ახლა წარმოიდგინეთ, რა ხდება გაზაფხულზე საქართველოში. ქართლსა და კახეთში მზე სწრაფად აწყუნებს, ქარიც ხშირად არის და დილით მორწყული მიწა შუადღისთვის ზედაპირზე უკვე შრება. თბილისთანაც იგივე ხდება, განსაკუთრებით თუ კვლავ მზეზეა. დასავლეთ საქართველოში წვიმა მეტია, მაგრამ როგორც კი ორი თბილი და ქარიანი დღე დაემთხვევა, ზედაფენა იქაც სწრაფად იკრავს ქერქს. მთიან ადგილებში კი სხვა პრობლემაა. ღამე მიწა ცივდება და გაღვივება ნელდება. დილით მორწყეთ და ყველაფერი კარგად ჩანს. შუადღით მზე გამოვიდა, ქარი წამოვიდა, ზედაფენა გაშრა. საღამოს მიწა ზემოდან უკვე ფხნილი ან ქერქია. მეორე დღეს ისევ მზე, ისევ ქისევ ქარი და ის 1 სანტიმეტრი, სადაც თესლი დევს, კიდევ უფრო შრება. თესლმა კი შეიძლება უკვე დაიწყო გაღვივება. წყალი შეიწოა, გარსი დარბილდა, შიგნით სიცოცხლე გაგაიღვიძა. და თუ ამ დროს მიწა გაშრა, ნაზი ჩანასახი შეიძლება დაიღუპოს ისე, რომ ზედაპირზე არც გამოჩნდეს. თქვენ კვლას უყურებთ და ფიქრობთ, თესლი არ ამოვიდაო. სინამდვილეში კი ნაწილი გაღვივდა, მაგრამ ტენის დაკარგვას ვერ გაუძლო. არის მეორე პრობლემაც, მიწის ქერქი. წვიმის ან ძლიერი მორცვის შემდეგ ზედაპირი ხშირად მჭიდრო ქერქად იქცევა, განსაკუთრებით მძიმე თიხნარ ნიადაგზე. ლობიოს ან ბარდას ეს შეიძლება დიდად არ შეაწუხოს, რადგან მათი ნერგი ძლიერი და მსხვილია. სტაფილოს ნერგი კი ძალიან წვრილი და სუსტია. მას ასეთ ქერქში გაჭრა უჭირს. გამოდის ორმაგი დართმა. ჯერ თესლს არ ყოფნის სტაბილური ტენი, მერე კი ამოსულ ნერგს ქერქი უშლის ხელს. აი რატომ მუშაობს ჩვეულებრივი გაზეთი ასე კარგად. ის სტაფილოს თავისით არ აჩქარებს, უბრალოდ გაღვივებისთვის ნორმალურ პირობებს ქმნის. გაზეთი დროებითი საფარია და მსუბუქი მულჩის როლს ასრულებს. პირველი, ის ამცირებს აორბს აორთქლებას. მის ქვეშ მიწის ზედაფენა უფრო დიდხანს რჩება ტენიანი. მეორე, ის იცავს მიწას წყლის ძლიერი დარტყმისგან. როდესაც გაზეთზე რწყავთ, წყალი ნელა გადის, ზედაპირს არ არღვევს და მჭიდრო ქერქს არ ქმნის. მესამე, ის იცავს ქარისგან. ქარი ყველაზე სწრაფად სწორედ ზედაფენიდან იღებს ტენს. მეოთხე, გაზეთი ოდნავ არბილებს ტემპერატურის ცვლას. მის ქვეშ მიწა დღისით ისე სწრაფად არ ხურდება და ღამით ისე სწრაფად არ ცივდეს. მეხუთე, ის ჩრდილს ქმნის. სტაფილოს თესლს გასაღვივებლად სინათლე არ ჭირდება, მას ჭირდება ტენი, ჰაერი და შესაფერისი ტემპერატურა. ახლა მნიშვნელოვანი კითხვა. რატომ არა პოლიეთილენის ფირი? ფირი ტენს ნამდვილად კარგად იჭერს, მაგრამ ერთი სერიოზული მინუსი აქვს. ჰაერს თითქმის არ ატარებს და მზიან დღეს მიწას ზედმეტად ახურებს. თუ სახლთან ახლოს გაქვთ ბაღიდა და ყოველდღე შეგიძლიათ გადახსნა, განიავება და შემოწმება, ფირის გამოყენება შეიძლება ძალიან ფრთხილად. მაგრამ თუ ნაკვეთზე მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიხართ, ეს უკვე რისკია. საქართველოს მზეზე ფირის ქვეშ თესლი შეიძლება გადახურდეს და ჰაერიც დააკლდეს. რატომ არა აგროტექსტილი? აგროტექსტილი კარგი ვარიანტია. ის ატარებს წყალს და ჰაერს, იცავს ქარისგან და ამცირებს გამოშრობას. არ ვიტყვი, რომ გაზეთი მას სჯობს. ეს სწორი არ იქნება. თუ აგროტექსტილი გაქვთ, ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ გაზეთს სხვა უპირატესობა აქვს. იაფია, ხელმისაწვდომია, მარტივად სველდება, ადვილად იხსნება და დროებით საფარად იდეალურად მუშაობს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მხოლოდ ის გჭირდებათ, რომ თესლიდან ნერგამდე პერიოდი მშვიდად გადაატაროთ. მთავარია გამოიყენოთ ჩვეულებრივი გაზეთის ქაღალდი. არ გამოიყენოთ პრიალა ჟურნალები, ფერადის სარეკლამო ბუკლეტები და სქელი ქაღალდი. პრიალა ქაღალდი წყალსა და ჰაერს ცუდად ატარებს და კლაში მისი დადება არ არის საჭირო. ახლა თვითონ მეთოდზე გადავიდეთ. პირველი არის მიწის მომზადება. თუ კლა ცუდად არის მომზადებული, მარტო გაზეთი ვერ გიშველით. სტაფილოს უყვარს ფხვიერი, ღრმად დამუშავებული მიწა, ქვების, დიდი კოშტების და ახალი ნაკელის გარეშე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? სტაფილოს ფესვი ქვემოთ იზრდება. თუ ახალგაზრდა ფესვი ქვას, თიხის მკვრივ კოშტს ან უხეშ ორგანულ ნარჩენს შეხვდა,
ის გზას უხვევს. შედეგად სტაფილო გამოდის დახრილი, გაყოფილი, რქებივით დატოტილი. ამიტომ სტაფილოს კვლავ კარგად უნდა მომზადდეს. მიწა ღრმად უნდა გაფხვიერდეს, უნდა ამოიღოთ ქვები, სარეველას ფესვები და დიდი კოშტები. ზედა ფენა უნდა იყოს წვრილი, ფხვიერი და გასწორებული. ახალი ნაკელი სტაფილოს ქვეშ არ შეიტანოთ. ეს ხშირი შეცდომაა. ადამიანს გონია, რაც მეც გავანოყიერებ, მით უკეთესი გაიზრდება. მაგრამ ახალი ნაკელისგან სტაფილო ხშირად ბევრ ფოთოლს იკეთებს, ფესვი კი იდოტება, უხეშდება და ცუდად ინახება. თუ მიწის გაუმჯობესება გინდათ, გამოიყენეთ კარგად გადამწვარი კომპოსტი. ნაკელი კი ჯობია წინამორბედი კულტურისთვის შეიტანოთ, არა პირდაპირ სტაფილოსთვის. მეორე არის თესვის სიღრმე. სტაფილო ღრმად არ უნდა ჩაიმარხოს. გააკეთეთ პატარა ღარი დაახლოებით 1 ან 2 სანტიმეტრის სიღრმით. მსუბუქ ქვიშნარ მიწაში შეიძლება ცოტა ღრმად, მძიმე მიწაში კი უფრო ზედაპირულად. მე ღარებს თოხით აღარ ვაკეთებ, ვიყენებ ფიცრის კიდეს ან ჯოხს. უბრალოდ ოდნავ აწვევი მიწას და სწორი ხაზი გამოდის. ასე ღარი არც ღრმა გამოდის და არც უსწორმასთვის და არც უსწორმასწორო. მესამე არის მორწყვა თესვამდე. ბევრი ასე აკეთებს. ჯერ თესავს, მიწას აყრის და მერე ზემოდან წყავს. ასეთ შეიძლება, მაგრამ არის რისკი, რომ წყალმა ცვრილი თესლი გადაადგილოს, ღარი ჩამორეცხოს ან ზედაპირი ჩამორეცხოს, ან ზედაპირი მიაჩხლიტოს. უკეთესია სხვანაირად. ჯერ გააკეთეთ ღარები. მერე ისინი მსუბუქად მოწყეთ სარწყავით, რომელსაც ცვრილი გამფქვევი აქვს. დაელოდეთ, რომ წყალი შეიწოვოს. შემდეგ თესლი დადეთ უკვე ტენიან ღარში. ამის შემდეგ დააყარეთ მსუბუქი ფხვიერი მასალა. გაცრილი მიწა, მომწიფებული კომპოსტი, ტორფი ან ქვიშა. ფენა თხელი უნდა იყოს და კოშტების გარეშე. ზემოდან ოდნავ მიაწექით ხელით ან ფიცრით. არ დადგებნოთ ძლიერად, მხოლოდ იმდენად, რომ თესლი ტენიან მიწას შეეხოს. მეოთხე არის გაზეთის დაფენა. აიღეთ ჩვეულებრივი გაზეთები, დააფინეთ კვაზე 2 ან 3 ფენად. ერთი ფენა შეიძლება სწრაფად გაშე და გაისწრაფად გაშრეს და გაიხეს. ძალიან ბევრი ფენაც არ არის საჭირო, რადგან სქელი ქაღალდი წყალს ცუდად გაატარებს და ნერგებსაც შეუშლის ხელს. 2 ან 3 ფენა სრულიად საკმარისია. გაზეთი ისე დააფინეთ, რომ მთელ დათესილ ადგილს ფარავდეს. განსაკუთრებით იქ, სადაც მწკრივებია, დიდი სიცარიელი არ დატოვოთ. შემდეგ გაზეთი ზემოდან კარგად დაასველეთ. ის უნდა გაიჟღინთოს და მიწას მიეკრას. სველი გაზეთი უფრო მძიმეა, ქარი ადვილად ვერ წაიღებს და მაშინო იწყებს მუშაობას. კიდეებზე დაადეთ ფიცრები, ქვები, აგურები ან რაც ხელთ გაქვთ. მთელი კლა სიმძიმით არ უნდა დაფაროთ. საკმარისია კიდეების და რამდენიმე ადგილის დამაგრება, რომ ქარმა არ აწიოს. მორჩა. მთავარი საქმე გაკეთებულია. შემდეგ თქვენი ამოცანა მარტივია. გაზეთი ბოლომდე არ უნდა გაშრეს. მშრალ ამინდში მიდით და პირდაპირ ქაღალდზე მორწყვეთ. მორწყვისთვის მოხსნა არ არის საჭირო. წყალი გაზეთში გაივლის და ქვეშ მიწას დაასველებს. თუ წვიმებია, დამატებითი მორწყვა შეიძლება არც დაგჭირდეთ. უბრალოდ დრო და დრო შეამოწმეთ, გაზეთი ხომ არ ასწია ქარმა და ზედმეტად ხომ არ გამოშა. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. როდის უნდა მოხსნათ გაზეთი? აქ ბევრი უშვებს შეცდომას. გაზეთი საჭიროა მხოლოდ ამოსვლამდე. მას დიდხანს ვერ დატოვებთ. როგორც კი ნერგები გამოჩნდება, მათ სინათლე სჭირდებათ. ჩვეულებრივ დათესვიდან 5 ან 7 დღის შემდეგ უკვე შეიძლება შემოწმება. მთლიანად არ მოხსნათ. უბრალოდ ფრთხილად ასწიეთ ერთი კუთხე და ნახეთ რა ხდება ქვეშ. თუ ამინდი გრილია, თესლი მშრალი იყო ან ჯიში ნელა ღივდება, ამოსვლა შეიძლება დაგვიანდეს. ეს ნორმალურია. პანიკა საჭირო არ არის. როგორც კი დაინახავთ თეთრ ან ფერმკთალ მწვანე ძაფებს, გაზეთის მოხსნის დროა. ჯობია ეს საღამოს გააკეთოთ ან მოღრუბლულ დღეს. რატომ არა შუა დღეს? იმიტომ რომ ნერგები ამ დროის განმავლობაში სველ ჩრდილში იყვნენ. ისინი ნაზი და ფერმკთალები არიან, პირდაპირ მზეში ჯერ არ შეჩვევიან. თუ მათ უცებ გაახსნით ცხელ მზეში, შეიძლება მოიწყინონ და დაცვნენ. საღამოს მოხსნით და მთელი ღამე ექნებათ შესაგუებლად. მეორე დღეს სინათლეს უკვე უკეთ შეხვდებიან. 1 ან 2 დღეში გამწვანდებიან და ნორმალურად დაიწყებენ ზრდას. ახლა თესლზეც ვთქვათ. სტაფილოს თესლი ჯობია ახალი იყოს. სტაფილოს თესლი დიდხანს შენახვისას სწრაფად კარგავს აღმოცენების უნარს. თუ პაკეტი რამდენიმე წელი უცნობ პირობებში იდო, შედეგი სუსტი შეიძლება იყოს. თესლის წინასწარ მომზადებაც შეიძლება. ყველაზე მარტივი და უსაფრთხო ხერხია თბილ წყალში დალბობა რამდენიმე საათით ან მთელი ღამით. მერე წყალი გადაწურეთ, თესლი ოდნავ გააშლეთ, რომ ერთმანეთს არ ეკროდეს და მაშინვე დათესეთ. არ არის საჭირო სველი თესლი რამდენიმე დღე ჰაერის გარეშე დატოვოთ. არც ის არის აუცილებელი, რომ სველი ნაჭერში მასობრივად გააღვიოთ, თუ მერე ძალიან ფრთხილად დათესვას ვერ შეძლებთ. გაღვიობებული თესლი ადვილად ზიანდება. არსებობს კიდევ ერთი მეთოდი.
თესლი წყალში იდება და აკვარიუმის პატარა კომპრესორით ჰაერი მიეწოდება. ასე წყალი ჟანგბადით მდიდრდება, თესლი უფრო სწრაფად იჟრინთება და აღმოცენება ხშირად უფრო თანაბარი გამოდის. ჩვეულებრივ 12-დან 18 საათამდე საკმარისია. შემდეგ თესლი ოდნავ უნდა გაშრეს და დაითესოს. ახლა თანაბარ თესვაზე. სტაფილოს დათესვა რთულია, რადგან თესლი ძალიან წვრილია. თუ პირდაპირ პაკეტიდან დაყრით, ხშირად ასე გამოდის. ერთ ადგილას ძალიან ბევრი, მეორე ადგილას ცარიელი. მარტივი ხერხია თესლის მშრალ ქვიშასთან შერევა. მაგალითად, ერთი ჩაის კოვზი თესლი ერთ ჩიქა მშრალ ქვიშაში. კარგად აურიეთ და ეს ნარევი ღარში გაანაწილეთ. ქვიშა თესლს უფრო თანაბრად ანაწილებს. კიდევ ერთი ვარიანტია ქაღალდის ლენტები. შეგიძლიათ მზა იყიდოთ ან სახლში გააკეთოთ. აიღეთ თხელი ქაღალდი, დაჭერით ზოლებად. გააკეთეთ ფქვილისა და წყლის უბრალო წებო, პატარა წვეთები დასვით 3-4 სანტიმეტრში ერთხელ და თითო წვეთზე თითო თესლი დადეთ. კი, ეს მოთმინებას ითხოვს. სამაგიეროდ გაზაფხულზე ლენტს უბრალოდ ღარში ჩადებთ, მიწას დააყრით და ნერგები ბევრად თანაბრად ამოვა. მაგრამ თუ ჩვეულებრივად დათესეთ და სტაფილო ძალიან ხშირი ამოვიდა, გამოხშირვა აუცილებელია. აი აქ იწყება მეორე ფსიქოლოგიური სირთულე. ჯერ 2 კვირა თითოეულ პატარა ნერგს ველოდებით. ყველა მწვანე ღერძზე გვიხარია. მერე კი გვეუბნებიან, ნაწილი უნდა ამოიღო. მაგრამ თუ არ გამოხშირავთ, კარგი სტაფილო არ იქნება. მცენარეებს ადგილი არ ეყოფათ. ფესვები თხელი, პატარა და ერთმანეთზე მიჯერილი გამოვა. გამოხშირვა ჯობია 2 ეტაპად. პირველად მაშინ, როცა ნამდვილი ფოთლები გამოჩნდება. მცენარეებს შორის დატოვეთ დაახლოებით 1 ან 2 სანტიმეტრი. ეს ჯერ საბოლოო მანძილი არ არის, უბრალოდ აშკარა სიხშირე უნდა მოაშოროთ. მეორედ უფრო გვიან, როცა ფოთლები წამოიზრდება და ჩანს, რომელი მცენარეა ძლიერი. მაშინ სტაფილოებს შორის დატოვეთ დაახლოებით 3 ან 5 სანტიმეტრი. მსხვილი ჯიშებისთვის შეიძლება მეტი. ადრეული პატარა ჯიშებისთვის კი ნაკლები. გამოხშირვა ჯობია მორწყვის ან წვიმის შემდეგ, როცა მიწა ტენიანია. ასე ზედმეტი მცენარეები უფრო ადვილად ამოდის და მეზობლებს ნაკლებად აზიანებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. გამოხშირვის შემდეგ ამოღებული სტაფილოს ნერგები კვლავ არ დატოვოთ. დაზიანებული ფოთლის სუნმა შეიძლება სტაფილოს ბუზი მიიზიდოს. ჯობია მაშინვე გაიტანოთ ან სწორად დახურულ კომპოსტში ჩაკაროთ. გამოხშირვის შემდეგ კვლავ მსუბუქად მორწრეთ. როცა ზედმეტ მცენარეს იღებთ, დარჩენილი მცენარის გარშემო მიწა ირღვევა. მორწყვა მიწას ისევ ფესვთან მიაკრავს. ახლა შემდგომ მორწყვაზე. აქ უნივერსალური წესი. მაგალითად 4 დღეში ერთხელ მორწკეთ, არ მუშაობს. ქვიშნარ მიწაში წყალი სწრაფად ჩადის. თიხნაში უფრო დიდხანს რჩება. კახეთისა და ქართლის სიცხეში კვლავ მალე შრება. დასავლეთში წვიმების შემდეგ მორწყვა შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო. მთაში კი მიწა ხანდახან ზედაპირზე მშრალია, მაგრამ ქვემოთ ტენი ჯერ კიდევ აქვს. ამიტომ კალენდარს კი არა, მიწის მდგომარეობას უნდა უყუროთ. სტაფილოსოს არ უყვარს ძლიერი გამოშვება, განსაკუთრებით ზრდის დასაწყისში და მაშინ, როცა ფესვი მსხვილდება. მაგრამ მუდმივი ჭაობიც არ სჭირდება. ჯობია იშვიათად, მაგრამ ღრმად მორწყათ, ვიდრე ყოველდღე მხოლოდ ზედაპირი დაასველოთ. ტენი ქვემოთ უნდა ჩავიდეს, დაახლოებით იქამდე, სადამდეც ფესვი იზრდება. მაშინ სტაფილო ღრმად მიდის, უпростоრად იზრდება და ტენის მკვეთ რცვლილებებს ნაკლებად განიცდის. ბად განიცდის. ყველაზე ცუდი ვარიანტია დიდი ხნით გამოშვება და მერე ერთბაშად ბევრი წყლის დასხმა. ასეთი ცვლილების შემდეგ ფესვები ხშირად სკდება. მთავარი პრინციპი ასეთია: მიწა უნდა იყოს თანაბრად ტენიანი, არც გამხმარი და არც ჭაობად ქცეულად. ქცეული. ახლა სასუქებზე. სტაფილოს ზედმეტი აზოტი არ უყვარს. თუ აზოტით გადააჭარბებთ, შეიძლება მიიღოთ ძლიერი და ლამაზი ფოთლები და ლამაზი ფოთლები, მაგრამ ფესვი არც ისე კარგი იქნება. ის შეიძლება გამსხვილდეს უხეშად, დაიტოტოს და ცუდად შეინახოს. თუ კვლავ თავიდან კარგად მოამზადეთ, სტაფილო ხშირად აქტიური გამოკვების გარეშეც ნორმალურად იზრდება. თუ მიწა ღარიბია, შეიძლება ზომიერი გამოკვება კალიუმისა და ფოსფორის მიმართულებით. ზოგი მებაღე ნაცრის ნაკენს იყენებს. ერთი ჭიქა ხის ნაცარი ერთ ვედრო წყალში, გააჩერებთ, აურევთ და ტენიან მიწაზე მორწყავთ. მაგრამ ნაცრითაც არ უნდა გადააჭარბოთ, განსაკუთრებით იქ, სადაც მიწა ისედაც ტუტეა. ნებისმიერი გამოკვება საჭიროების მიხედვით უნდა იყოს, არა პრინციპით, რაც მეტი მით უკეთესი. კიდევ ერთი თემა არის სტაფილოს ბუზის. სტაფილოს ბუზი. ეს მალნებელი მოსავალს სერიოზულად აზიანებს. მისი მატლები ფესვში გზებს აკეთებენ, სტაფილო გემოს კარგავს და ცუდად ინახება. ხშირად ურჩევენ სტაფილოს გვერდით ხოსგვერდით ხახვი დარგეთო. აზრი ამაში არის, რადგან ხახვის სუნი მალნებელს ნაწილობრივ აბნევს, მაგრამ ეს 100%-იანი დაცვა არ არის. ჯობია რამდენიმე ზომა ერთად გამოიყენოთ. არ გაახშიროთ ნათესი.
გამოხშირეთ საღამოს ან მოღრუბლულ ამინდში. ამოღებული მცენარეები კლაზე არ დატოვოთ. სტაფილო ყოველ წელს ერთსა და იმავე ადგილას არ დააბრუნოთ. მცენარეული ნარჩენები არ დააგროვოთ. თუ თქვენს ნაკვეთზე სტაფილოს ბუზი მუდმივად ჩნდება, ყველაზე საიმედო დაცვა არის წვრილი ბადე ან მსუბუქი საფარი, რომლის ქვეშაც მავნებელი ვერ მოხდება. ახლა მთელი მეთოდი მოკლედ შევკრათ, რომ მარტივად დაგამახსოვრდეთ. პირველი. მოამზადეთ ფხვიერი, სუფთა კლაქვების, დიდი კოშტების და ახალი ნაკელის გარეშე. მეორე. გააკეთეთ ზედაპირული ღარები, დაახლოებით რები დაახლოებით 1 სანტიმეტრის სიღრმით. მესამე. ღარები მორწყვეთ და დაელოდეთ, რომ წყალი შეიწოვოს. მეოთხე. დათესეთ სტაფილო. ძალიან ხშირი არ იყოს. სურვილის შემთხვევაში თესლი ქვიშას შეურიეთ. მეხუთე. ზემოდან თხლად დააყარეთ ფხვიერი მიწა ან გაცრილი კომპოსტი. მეექვსე. ზედაპირი ოდნავ მიაჭირეთ. მეშვიდე. კვლავ დაფარეთ ჩვეულებრივი გაზეთით 2 ან 3 ფენად. მერვე. გაზეთი კარგად დაასველეთ და კიდეები დაამაგრეთ. მეცხრე. ყურადღება მიაქციეთ, რომ გაზეთი ტენიანი დარჩეს. მეათე. რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყეთ შემოწმება. როგორც კი ნერგები გამოჩნდება, გაზეთი მოხსენით საღამოს ან მოღრუბლულ დღეს. სულ ეს არის, არაფერი ძვირი, არანაირი სასწაული პრეპარატი, არანაირი რთული აგრონომია. რთული აგრონომია. ჩვენ უბრალოდ სტაფილოს ვაძლევთ იმას, რაც დასაწყისში ყველაზე ხშირად აკლია. სტაბილურ ტენს მიწის ზედა ფენაში. სწორედ ამიტომ მუშაობს ეს ხერხი განსაკუთრებით კარგად იქ, სადაც სტაფილო ადრე ნაწილ-ნაწილ ამოდიოდა. გაზეთი შეუძლებელს არ აკეთებს, მაგრამ ეხმარება მცენარეს ყველაზე სუსტი პერიოდის გადალახვაში, თესვიდან პირველ ნერგებამდე. შემდეგ კი უკვე ჩვეულებრივი მოვლა იწყება. გამოხშირვა, სწორად მორწყვა, ფხვიერი მიწა, მავნებლებისგან დაცვა და ზედმეტი აზოტისგან თავის შეკავება. ამიტომ თუ სტაფილო ყოველ წელს ცუდად ამოგდით, ნუ იჩქარებთ თედამოგდით, ნუ იჩქარებთ თესლის ან მიწის დადანაშაულებას. ამ სეზონზე სცადეთ დათესილი კვლავ სველი გაზეთით დაფაროთ და უბრალოდ არ მისცეთ ზედაფენას გამოშვობის საშუალება. ზოგჯერ კარგი აღმოცენების მთელი საიდუმლო ძვირ საშუალებებში კი არა, ებთ მარტივ რამეშია. დროულად შეინარჩუნოთ ტენი.